როგორ დავძლიო შიში იმისა, რომ უფალი დამსჯის. უფალს ჩვენი დასჯა რომ უნდადეს აქამდე დამსჯიდა. უფალი ჩვენ გვხედავს მარადიულ პერსპექტივაში. აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს. მე მაგალითად ჩემ თავს ხედავ, როგორ აი ხვალისთვის რაღაც გეგმა მაქვს, ზეგისთვის რაღაც გეგმა მაქვს, ну რაღაც გეგმები გაწერილი მაქვს. ახალგაზრდებს მით უმეტეს ეს გეგმების მოზღვავება გაქვთ და ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და მაგრამ იმის იქით, აი რომ გარდავიცვლები, მე ჩემ თავს ვერ ვხედავ, ჩემ თავს ბოლომდე ახლაც არ ვიცნობ. და ღმერთმა იცის ის, რაც ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ მე რომ წინვალე კარიერა გავიკეთო და 100 წელი ვიცოცხლო და ესე იგი საოცრებები შექმნა და ყველა მე მიცნობდეს, ყველას კაი ადამიანი რომელს გავხდე, ეს ულაც არ ნიშნავს, რომ მე ის ვიქნები, რაც ღმერთის ჩანაფიქრია ჩემ შესახებ. და ღმერთის ჩანაფიქრი რა არის იცით ჩვენს შესახებ? ქრისტე ესე ამბობს, თან იმპერატიულად. მნებავს, რომ სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. და მე მინდა რომ თქვენ დაჯდეთ ჩემს მარჯვნივ მარადისობაში, როგორც მე დავჯექი მამის მარჯვნივ. ეხლა ეს ისეთ რას ნიშნავს? თითოეული ჩვენგანი მოწოდებულია, რომ აღიჭურვოს ღვთის შვილობის ხელმწიფებით და თითოეული ჩვენგანი ამიტომ არის მეფიშვილს რა ქვია ხო ესე ცოტა ევროპულად ვამბობთ ხოლმე პრინცი და გოგოს პრინცესა. ზოგს ყურს ჭრის, მაგრამ ეს არის პრინცობა და პრინცესობა, რომელიც უნდა რეალიზდეს. როცა დავით აღმაშენებელი გიორგის სიცოცხლეში 16 წლის პატარა ბიჭი მეფედ გახდა. ზუსტად იგივე ტახტი დადგეს გიორგის გვერდზე. როგორც გიორგი მეფე იჯდა ტახტზე, დავითის დასვეს ტახტზე და როგორც გიორგის ედგა გვირგვინი, დავითსაც ედგა გვირგვინი. თანა მეფე იყო, გესმის თანა მეფე იყო. აი ეს უნდა ღმერთ ჩვენთვის. და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, სანამ ეს არ რეალიზდება. და იმას ის რომ რეალიზდეს, ძალიან ხშირად ისეთი რამე ჭირდება, რაც ჩვენ გეგმებში არ ზის. ამიტომ ღმერთი ცდილობს ხოლმე, რომ ისე რომ ჩვენი თავისუფლება არ შელახოს, ის გეგმა ჩვენ შესახებ განახორციელოს ჩვენი თავისუფლების შელახვის გარეშე. აი ეს არის. ამიტომ ძალიან ხშირად ღვთის გეგმები და ჩვენი გეგმები ამ კუთხით ვერ ემთხვევა. აი ეს არის ხოლმე და ამიტომ მოდის ხშირად განსასწრებელი და სასჯელი, ხა სასჯელი არ არის სასჯელი, ღმერთს უყვარხარ და როგორ დაგჯის. უბრალოდ ჩვენ თვითონ აი ხა მაგალითად მე თუ ყოველდღე ვსვავ და მთვრალი ვჯდები საჭესთან. და ხე შენ მეუბნები, ჩემი მეგობარი ხარ, ბიჭო, ნუ აკეთებ ამას რა, ნუ აკეთებ, იმიტომ რომ ერთხელაც იქნები დაიმტრევი და მე შენ არ გიჯერებ. და მე რო ერთხელაც დავიმტრევი, ვისი ბრალია შენ დამსაჯე რომ აფრთხილებდე. თუ მე თან დავისაჯე თავ. ერთხელ ერთი ადამიანი რაღაც ძლივს მოძრაობს, მათი რა გჭირს, ეხი გავიცანი უკვე რა, წლების იქით არის და აი ავარიიდან ახალი გამოსული ვარო და გადავრჩიო ძლივსო და საოცარი ცით რა იყო. ხა მოუყვებ, მაინტერესებს ახლა ხო? გდელი რო ხარ ადამიანის ყოფა, როგორ ცხოვრობს რაღაც არ თვითონაც აინტერესებს რაღაც. აღმოჩნდა რომ ეს იყო მისი მეოთხე ავარია და 4-ვე დაემართა, იმიტომ რომ 4-ვე ჯერ იყო საშინლად თვრალი, მეოთხედ ძლივს ააწყეს. და მე-5-ეთაც აპირებ მეთქი იგივე. ერთხელო დაიმტრევი გადარჩები თვრალი, მეორედ, მესამედ, მეოთხედ კიდე და კიდე გადარჩი. წარმოიდგინე. და ღმერთი სჯის ამ ადამიანს